გამარჯობა, განვაგრძოთ რადიო იმედის დღის არხის ფორმატში მუშაობა სტუდიაში გიორგი ქაჯეიას ანალიტიკოს მასპინძლობს გამარჯობა გიორგი. მოგესალმებით თქვენს მსმენელს. ბატონ გიორგისთან ერთად ჩვენ მიმდინარე პროცესებს განვიხილავ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრის კუთხით დღესაც მთავარი და აქტუალური თემაა ბრიტანეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართული ტელეკომპანიებისთვის, იმედისა და პოსტივისთვის სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, გაგრძელდა 40 წუთი შეხვედრა და ბრიტანეთის ელჩმა რამდენადაც ვიცით კომენტარის გარეშე დატოვა უწყება, ხოლო მინისტრმა განმარტა, რომ დიალოგის განმავლობაში, 40 წუთის განმავლობაში ელჩისგან არც ერთი არგუმენტი მოусმენია, რომელიც გაამართლებდა ლონდონის ამ გადაწყვეტილებას. თქვენი პოზიცია და შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით. პირველ რიგში არგუმენტს ვერ მოისმენდა, იმიტომ რომ არგუმენტი და რეალურად ლოგიკა არ არსებობს, თუ რატომ გადადგა ეს ნაბიჯი დიდმა ბრიტანეთმა, მაგრამ ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ, ერთ-ერთი მოსაზრება, უბრალოდ ეს ჩემი მოსაზრება არის, მაქვს მე პირადად ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ არის ბრიტანეთის მხრიდან, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ვინაიდან და რადგანაც ტელეიმედი და პოსტივი თუ რამისთვის დღეს ისჯება ბრიტანეთის მხრიდან, ერთ-ერთი შესაძლოა იყოს ის, რომ იმედი არის ტელევიზია, რადგან იმედში ვართ, მოდი იმედზე ჩემს დამოკიდებულებას და ზოგადად ხალხის და რეიტინგებით რაც ასახავს, იმას ვიტყვი, რომ იმედი არის ტელევიზია, სადაც ისმის სიმართლის ხმა. მართალი ხმა ისმის და იმედი არის ტელევიზია, რომელიც დგას ქართველი ხალხის სადარაჯოზე და ქართველი ხალხის გვერდით. შესაბამისად ის ბრალდება, რომ ერთ-ერთი მთავარი ბრალდება რაც იყო დიდი ბრიტანეთის მხრიდან გაჟღერებული, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომში რაღაცა საკვანძო როლს ასრულებდა იმედის ტელევიზია და ცრუ ნარატივს აჟღერებდაო და ომის პროცესშიო რაღაცა გარდატეხი როლი შექონდაო და უკრაინის სუვერენიტეტი იმედზეა დამოკიდებული იმედის და პოსტივის ტელევიზიაზე, ეს თუ ნამდვილად ასია, მაშინ კარგად ყოფილა უკრაინელების საქმე, ხო? მაგრამ ეს რადგან რადიოში ვართ, აი ამ კუთხით უბრალოდ დავუნიშნავ, რომ ომის დაწყების დღეს სამწუხაროდ, აი ამ სამწუხარო დაპირისპირების დაწყების დღეს ჩვენ აქ ქონდა მთელი დღე უწყვეტი ეთერი. მერე არაერთი გადაცემა, კორესპონდენტები რამდენი იყვნენ ჩასულნი, ბუნკერში მყოფი კორესპონდენტები და რესპონდენტები გვერდთვებოდნენ უკრაინიდან და უწყვეტად ვაშუქებდით მიმდინარე პროცესს. დიახ, ზაზა, სწორედ ეს არის აღსანიშნავი, რომ იმედს ლომის წვლილი აქვს შეტანილი, რომ სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა ქართული საზოგადოებისათვის და თავის მაყურებლისათვის და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. გამომდინარე აქედან ეს ბრალდება სრულად უსაფუძვლოა და ზოგადად დიდი ბრიტანეთი ამ ბოლო ხანს და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რაზეც დგას ზოგადად დიდი ბრიტანეთი, ეროზიას განიცდის და დიდი ბრიტანეთს თავის შიდა ოჯახში აქვს და შიდა პოლიტიკაში აქვს პრობლემები და ეს გამოჩნდა, ეპშტეინთან დაკავშირებულ ფაილებშიც და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვფიქრობ ერთი მომენტი არის, რომ ევროკავშირთან გვაქვს ბრიუსელთან დაკავშირებით ჩვენ ვუყურებთ აი ამ პოლიტიკურ პიკბოქს, ხო, რა პროცესის მიმდინარეობს. დიდი ბრიტანეთის ვიცით, რომ ცნობილი ბრექსიტის მერე ისევ ცალკე არის კუნძულად, როგორც იყო, ისე ევროკავშირში არ შედის. და აი ბოლო პერიოდის და წლის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური აი ესეთი დასავლეთთან ურთიერთობის ფონზე ბრიტანეთი ისე არ ფიგურირებდა განსაკუთრებულად ხაზგასმით, როგორც თქვათ ბრიუსელი. მაგრამ ბრიტანეთის ინტერესები და თამაშის და მისი იმპერიული წარსულიდან გამომდინარე მისი მოქმედების არეალის შესახებ ცნობილია. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე თვის წინ მოვლენა, როდესაც BBC-სთან დაკავშირებით მან მივდივარ, ეს იყო ზუსტად ის, რაც ვახსენე საუბრის დასაწყისში, რომ მე მოქვს ჩემი მოსაზრება მეთქი, რომელიც შესაძლოა, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ გამართლდეს და ლოგიკასთან ძალიან ახლოს იყოს, იმიტომ რომ ბრიტანეთი ზოგადად არ არის ხოლმე რაღაცა ის პატარა სახელმწიფოების მხრიდან ჯიბში ჩადგომის პოლიტიკას ნაჩვევი და მაშინ როდესაც ბრიტანეთის
და ზოგადად იქ წარმომადგენელი პოლიტიკური ფიგურებისთვის, ხო, პოლიტიკური სუბიექტებისთვის და ზოგადად ბრიტანეთისთვის რა არის BBC და რა ღირებულებების მატარებელია და ზოგადად ლიბერალიზმისთვის BBC-ს რა როლი აქვს შეტანილი, ხო, ეს ყველას ძალიან კარგად ვიცით. ანუ რაღაცა სახელმწიფოებრივ დონეზე აყვანილი ტელევიზია არის ეს, თავისი მნიშვნელობით, თავისი ისტორიით, თავისი კულტურით, რასაც ისინი უწოდებენ და მოხდა რა, BBC-მ როდესაც საქართველოში გამოძებნა ისეთი ადამიანები, როგორც თვითონ თქვა და აქ დაფინანსებულმა NGO სექტორმაც მიაწოდა ის ინფორმაცია, რაც მიაწოდა, ეგრეთ წოდებულ ყამთან დაკავშირებით გულისხმობ. ამის შემდეგ რა იყო საქართველოს პოზიცია? საქართველოს პოზიცია იყო, რასაც ვერასდროს ვერ იფიქრებდა ინგლისი და რასაც ვერასდროს ვერ იფიქრებდა BBC ამავე დროს და მე მგონი ისტორიაში, BBC-ს ისტორიაში ესეთი პრეცედენტიც კი არ არის, მე მგონი მომხდარი, რომ რომელიმე ქვეყანას BBC-ს ასე ვთქვათ ობიექტურობაში ეჭვი შეეტანა, საქართველოს სრულად საპირისპირო ნაბიჯი გადადგა, დაიცვა თავისი ქვეყნის აი ის ინსტიტუტები და ის დამოუკიდებლობა და ის სუვერენიტეტი და ის სიმართლე, ქართველი ხალხის სიმართლე, რა ნაბიჯიც გადადგა, როდესაც BBC-ს მიმართა, ასე ვთქვათ, წერილობით, რომ დაესაბუთებინა, არგუმენტირებული ყოფილიყო ეს ყოველივე, რასაც ბრალსდებდა, ამის შემდეგ ჩატარდა, რომ უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო და უსაფრთხოების სამსახურმა დადო დასკვნა, რომ არანაირ კამიტის გამოყენებას, ასე ვთქვათ, ესეთი მომწამლებელი ნივთიერება საერთოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მოეპოვება და როდესაც არგუმენტირებულად და ასე ვთქვათ დასაბუთებულად ეს დასკვნა დადო უსაფრთხოების სამსახურმა, ამის შემდეგ ქართულმა სახელმწიფომ და ჩვენ ქართველმა ხალხმა, ჩვენი სახელმწიფოს ხელით მოვითხოვეთ, რომ BBC-ს ამ ცრუ ტირაჟირებაში მოეხადა ბოდიში. ქართველი ხალხის მისამართით და ქართული სახელმწიფოს მისამართით, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს გაღიზიანება და აი ეს სანქციები, რაც დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა, შესაძლოა რომ გამოწვეული იყოს აი ამ ჯაჭვით, რაც ქართულმა სახელმწიფომ მტკიცედ და ღირსეულად განახორციელა, ასე ვთქვათ, BBC-ს წინააღმდეგ, იმიტომ რომ სხვა მორალურ ასპექტში, პოლიტიკურ კონტექსტში, ხო, ზაზა, არანაირი საფუძველი არ მიუწია იმედს იმისა, რომ აი ის ნაბიჯი გადაედგა ბრიტანეთს, რაც გადადგა. დადარჩეს უკვე გამოაჩეს დრო, მაგრამ აი ეს მე ვფიქრობ კიდევ ერთხელ ღრმად ვარ დარწმუნებული, შესაძლოა ითქვას ჩემს ეჭვებში რომ იტყვიან, რომ ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმედის და პოზიტივის დასანქცირების შესაძლოა ყოფილიყო ის მტკიცე პოზიცია, რაც ქართულმა სახელმწიფომ დაიჭირა BBC-სთან და დიდ ბრიტანეთთან მიმართებით და ძალიან სწორი აქცენტი გააკეთა ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა, რომ მოითხოვა ადამიანების გვარები და სახელები, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან და თუნდაც BBC-სთან, რომ კეთილი ინებოს დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჩვენ აღარა ვართ უკვე ვასალურ პოზიციაში, ჩვენ პარტნიორულ პოზიცია თუ სურს ჩვენთან და გადმოსცეს ქართულ სახელმწიფოს ის გვარები და სახელები, რომელიც აი ეგრეთ წოდებულ საბოტაჟში არიან ჩართულნი და იმიჯის შელახვაში და ქართველი ხალხისთვის თავისუფალი აზრის მოპარვაში. ეს არის ქართველი ხალხისთვის თავისუფალი აზრის ჩახშობის და მოპარვის მცდელობა. და უბრალოდ მათთვის, ვინც არიან ამ ყველაფერში ჩართული, ხომ? ძირითადად ჩვენ ხედავთ იმ NGO სექტორშიც, ვინც არიან ეს ადამიანები, საიდან მოდიან მათი წარსული. ყველამ ძალიან კარგად ვიცით და იმედს ერთხელ ეცადნენ, რომ ხალხისთვის და ქართული საზოგადოებისთვის მოეპარათ სიმართლე და ჩაიხშოთ 2007 წლის ნოემბერს გულისხმობ და ძალიან ბევრი გადაიტანა ამ ტელეკომპანიამ, რომ დღეს აი ესეთი რეიტინგული და ესეთი მტკიცე ყოფილიყო, როგორიც არის და საზოგადოებისთვის სიმართლე მიეწოდებინა. ამ განსაცდელსაც აუცილებლად გაუძლებს და არწმუნებული ვარ. მაგრამ ყველა ის ადამიანის შერწყვა და ყველა იმ ადამიანის შერწყვა და გამოაშკარავდება, როგორც ნათქვამი არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდესო, ყველა ის ადამიანი გამჟღავნდება და საზოგადოება იხილავს და არწმუნებული ვარ, ვინც ამ ყველაფერში თავისი ლომისვლელი შეიტანა, რომ დღეს ის სიტუაცია, ასე ვთქვათ, ის აჟიოტაჟი ატეხილიყო იმედის გარშემო და პოზიტივის გარშემო, რაც არსებობს. თქვენი აზრით რითი იყო განპირობებული ის, რომ თქვათ აი ეს 40 წუთიანი აუდიენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, როგორც კი დასრულდა, მხოლოდ მინისტრმა გააკეთა მედიასთან განცხადება და ელჩმა განცხადების გარეშე დატოვა. ეს მისი თქვათ დიპლომატიური ჟესტი იყო თუ ფიქრობთ, რომ რაიმე დამატებით განმარტებას გააკეთებს ან ლონდონი, ან საელჩო ლონდონის სახელით თბილისში ამ თემასთან დაკავშირებით თუ არა, მოკლედ რა მოლოდინი გაქვთ? მე ვფიქრობ, რომ დიდ ბრიტანეთის ისტორიიდან გამომდინარე და ზოგადად
თავისი რაღაც პოლიტიკური იმიტომ რომ არგუმენტები აშკარად რომ სუსტია. დიახ, სუსტია არგუმენტები მაგას ვამბობთ, მაგრამ მოუწევთ აუცილებლად და მე ველოდები განცხადებების გაკეთებას, მაგრამ ამავე დროს ველოდები იმასაც, რომ უფრო რაღაც ასე ვთქვათ, უფრო მწვავე და უფრო ხისტ განცხადებებს რა, იმიტომ რომ პოზიცია აშკარად პოზიცია აქვს არჩეული და განსაკუთრებით სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი ელჩებს საქართველოში, რომლებიც იქცნენ რეალურად რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებად და აქტივისტებად, მე რაღაცა დადებითის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, იმიტომ რომ სრულიად უარგუმენტო ლოგიკას მოკლებული გადაწყვეტილება ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ თქვენს ასე ვთქვათ, ჰოლდთან დაკავშირებით და ამიტომ რაღაცა შეფასებების გაკეთება გამიჭირდება მათი ცვალებადი პოლიტიკური ხედვებიდან გამომდინარე. ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც მაგერ თქვენს ბრძანეთ, რაც უკავშირდებოდა თქვათ უკრაინის ომთან დაკავშირებით და ჩვენ ვიცით, რომ საბრძოლო მოქმედებების უკრაინის ტერიტორიაზე დაწყების შემდეგ ზოგადად თავარი ბერკეტი, რაც გამოიყენა დასავლეთმა რუსეთის მიმართ, იყო სანქციები და სანქციების პაკეტი, აღარც მახსოვს ციფრი როგორია ეს პაკეტი. და აი ამ პაკეტების ფონზე დღეს და ვთქვათ იმ მიზეზის ფონზე, რაც ამ მედიის, ქართული მედიების სანქციებისთვის დაწესებად დასახელდა, დაწესების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა, აი ამ ყველაფრის ფონზე ვრცელდება ძალიან საინტერესო ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის მხრიდან, რომელიც იუწყება, რომ ბრიტანულმა კომპანიებმა გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე არა, გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის სივრცეებში სანქციების მიუხედავად რუსეთთან თითქმის 8 მილიარდი დოლარის ოდენობით ივაჭრეს. ანუ აქ საუბარია ისეთ ეკონომიკურ გარიგებებზე, რომელთაც ციფრიც აი მათი მონაცემები დაახლოებით 29000 სავაჭრო ოპერაციაა, რაც არ არის ხო ნამდვილად მცირე ციფრი, ეს საუბარია 2022-დან 2025 წლამდე და აი ეს საუბარი იყო, რომ აქ ვირჯინიის კუნძულები და სხვა ის თქო კაიმანის კუნძულები, გიბრალტარი გამოიყენებოდა რუსეთთან ვაჭრობისთვის. ბრიტანელთან ასოცირებული კომპანიების მხრიდან. აი ეს ინფორმაცია გაავრცელა საერთაშორისო გამჭვირვალობამ. არ ვიცი ეს კიდე ალბათ გაირკვევა, ამაზეც იქნება საუბარი, მაგრამ რაღაცა საინტერესო ხო, ანუ ნახეთ, არა მარტო დიდი ბრიტანეთის და მას ქვეყანასთან აპილირებულმა. მეორეს ვისმენთ. დიახ. ერთს ვამბობთ, მეორეს ვისმენთ, მესამეს აკეთებთ, ხო? კი ბატონო. და ეს ყველაფერი ციფრებშია ასახული. თან არ დაგვავიწყდეს არა მარტო დიდი ბრიტანეთთან და სახელმწიფოსთან აფილირებულმა კომპანიებმა და მან რეგისტრირებული კომპანიების გავლით, არამედ იმ სახელმწიფოებმა, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ მოგვიწოდებდნენ სანქციების დაწესებაზე და სანქციების დაწესება, რასაც გამოიწვევდა საქართველოსთვის, ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდა ეკონომიკის ჩამოშლას და იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ესკალაციაში და კონფრონტაციაში რუსულ ასე ვთქვათ, რუსეთის წინააღმდეგ მოგვიწოდებდნენ თითის ქნევით, პრიბალტიკის ქვეყნები, ბალტიისპირეთის ქვეყნებს გულისხმობ. ყველანი სავაჭრო ურთიერთობაში იყვნენ ჩართული მთელი ამ ხნის განმავლობაში, უდიდესი მოგება მიიღეს და დღესაც არიან. ევროპარლამენტარის უმაღლესი თანამდებობის პირების ოჯახის წევრები არიან ეკონომიკურ საქმიანობაში პირდაპირ ჩართული რუსეთთან. ანუ ეს არის ერთი დიდი ფარსი. დიდი ბრიტანეთს რა აქვს სასაუბრო საქართველოზე და რა აქვს სასაუბრო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცრუ ნარატივს აღვივებდა იმედი და პოსტივი, მაშინ როდესაც პირდაპირ უმაღლესი თანამდებობის პირებმა და სოფლიო პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გურუებად რო არიან მოხსენიებული იმ ადამიანებმა, იმ პოლიტიკოსებმა პირდაპირ დაადანაშაულეს მათი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და დონალდ ტრამპმაც თქვა, რომ არა ბორის ჯონსონის ჩარევა რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლოა საერთოდ არ მომხდარიყო. და თუ მოხდა 2 წლით ადრე დასრულდებოდა. აი პირდაპირ პირდაპირ წაუყენა ბრალი, ეს არის ბრალი ბორის ჯონსონთან მიმართები და ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი ის პიროვნება, რომელიც ყველაზე ხშირად გამოირჩეოდა ვიზიტებით უკრაინაში და რომელიც ახალისებდა, ასე ვთქვათ, პრეზიდენტ ზელენსკის და რეალურად რა მივიღეთ
ევროპელების და დიდი ბრიტანეთის ჩართულობით პროქსიომი აწარმოებინეს, პროქსიომია, ხო ეს, რასაც ეს აღიარა კიდევაც, ხო მარკო რუბიომ, რომ პროქსიომი მოხდა უკრაინის დახმარებით და უკრაინის ჩართულობით. და რაში ადანაშაულებენ ეს ადამიანები, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან რუსეთთან და ჭიპლარით არიან მიბმული და ასე ვთქვათ, სარგებელს იღებენ თავისი ქვეყნისათვის და ჩვენ მოგვიწოდებდნენ სრულად საპირისპიროს, რომელიც ეკონომიკას ჩამოანგრევდა ჩვენსას, ხომ? და ჩვენ არანაირი ხოლგა არ გვიცავს არც ნატოს და არც ევროკავშირის, ჩვენ რო ჩავრთულიყავით ამ ყველაფერში, რასაც ისინი თითქმის მოგვიწოდებდნენ და გაიძულებდნენ და რა დახურული შეხვედრები იყო და თქვენ გახსოვთ კიდევაც საზოგადოებას ახსოვთ რომ ორი კვირაო გაკაჩავთო ომსო და ამის შემდეგო თაგორიანი ქვეყანა ხართ და სეპარატისტებად წახვალთო ესეთი სახელმწიფოს წარმომადგენლები ჩვენ გვასანქცირებენ ერთ-ერთ თავისუფალ მედია საშუალებას ორ მედია საშუალებას ასანქცირებენ ეს ხომ რაღაცა სიგიჟია ზაზა ხო სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები და რისთვის იმისათვის რომ ყველაფერს აშუქებდა იმედი და პოზიტივი სიმართლეს, ხომ? ანუ აღარც მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება, გამომდინარე იქედან, რომ ყველაფერი სიმართლე გაირკვევა და დარწმუნებული ვარ, ყველანაირ მექანიზმს გამოიყენებენ მის ხელთ არსებობს ქართული სახელმწიფო, რომ ჩვენი პოზიციებიც, ქართული მოსახლეობის პოზიციებიც იყოს დაცული და დადგება ის დღე, რომ იმედი და პოზიტივი კი არ დასანქცირდება, ასე ვთქვათ, ყველანაირი ეს ეკონომიკური კავშირიდან დაწყებული, ხომ? რა როლი ჰქონდათ უკრაინასთან მიმართებაში დიდ ბრიტანეთს ესეც გამოაშკარავდება და BBC-ს ნაწილში აუცილებლად ბოდიშის მოხდა მოუწევთ, აი ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ ისეთი დასკვნები დაიდო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, რომ უბრალოდ ბუნებაში რაც არ არსებობს, ამ ტალახს ბოდიში ამ სიტყვისთვის არც ჩვენ საზოგადოების ნაწილი და არც ქართული სახელმწიფო არ შეიზილავს და თქვენ რაც ახსენეთ რომ ეკონომიკურ კავშირში იყვნენ დიახ ერთს გვეუბნებიან საზოგადოების წაქეზებით არიან დაკავებულნი მაგრამ რაც მათთვის მისაღებია ეს ხო ორმაგი სტანდარტია მათთვის ხომ რაც მათთვის მისაღებია იმას რასაკვირველია ზედმიწევნით კარგად ახორციელებენ და რუსეთი რო დიდი მოთამაშეა ამას თვითონაც აღიარებენ უკვე და თქვენ გახსოვთ მაკრონიდან დაწყებული ყველა სოფლიო ლიდერის განცხადება რომ რუსეთთან დიალოგზე უნდა დაუჯდეთ და რუსეთთან ურთიერთობების საერთო ენა უნდა გამონახოთ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით მახსოვს მით უმეტეს დღესაც აგერ ეს თემა და ეს ნარატივი კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ისევ გრძელდება რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული ნაწილი მართალია ახლა ირანზე არიან მეტად გადართული მაგრამ ნაწილში ღირებულებით და პოლიტიკურ ნაწილში ზუსტად იგივე კურსი აქვს და იგივე პოლიტიკა აქვს რაც აქვს გვინდა არ გვინდა უნდა ვაღიაროთ დღეს სახელმწიფოს ჩვენსას მართავს ქართული ოცნება ქართულ ოცნებას პოლიტიკურ და ღირებულებით ნაწილში და ომის ნაწილში, რასაც ამბობს ამერიკის შეერთებული შტატები, ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს. უბრალოდ დონალდ ტრამპმა როდესაც ახსენა ბორის ჯონსონი დონალდ ტრამპს ვერ გაუბედეს და ვერ შეკადრეს თითისკნევით საუბარი და დასანქცირება, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უჩივლა BBC-ს, მაგრამ დონალდ ტრამპს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერ დაასანქცირებენ დიდი ბრიტანეთი და რა ვქნათ და პატარა ქვეყანა, მაგრამ თავმოყარე და ამაყი ქვეყანა რომელიც იყო და სადაც ისმოდა თავისუფალი ხალხის ხმა და თავისუფალი ხალხის აზრი და ის პოზიცია რაც არის სიმართლე ის არხი დაასანქცირეს. აი ხლა საზოგადოებამ და ჩვენ გავსაზღვროთ რამდენად სამართლიანი და რამდენად არგუმენტირებულია მათი ნაბიჯი და რამდენად მეგობრული ჟესტია მათი მხრიდან დიდი ბრიტანეთის მხრიდან ეს საქციელი დიდი ბრიტანეთი რომელიც დემოკრატიის ერთ-ერთი აკვანი იყო თავის დროზე ხო ჩვენ გვახსოვს მათი ღირებულებით და ფასეულობათა სისტემა მაგრამ დღეს მთლიანად დაცლილია ამ ყოველივესგან და ჩვენ ვხედავთ რომ რა სკანდალებში ეხვევიან ყოფილი მინისტრები რა სკანდალში გაეხვია პრინცის შთამომავლები მეფის და ამ შემდეგ და ამ შემდეგ ასაგებია რაც რა ხო სამეფო ოჯახის წევრს გულისხმობ ბოდიში კი გასაგებია სწორი შენიშვნა იყო თქვენი მხრიდან და ამ ხალხმა მოიცალა იმისთვის რომ იმედი და ეს ხო სისულელეა ეს ხო ერთი ვერსია რაც გავაჟღერე ეგ არის და მეორე ვერსიას არ გამოურიცხავრო როგორც დანოსები დარბოდნენ ეს დიდარი NGO-ების წარმომადგენლები მათ სულ ერთადერთი რაღაცის ეშინიათ რატომ ხდება მთელი ამ წლების განმავლობაში რომ მათ უფრო და უფრო აკლდებათ ამ მრჩეველი ერთადერთი რაღაცის გამო სიმართლე არ არის მათ მხარეს რისიც ეშინიათ ეს არის სიმართლე და მართალი ხმა იმ დეზინფორმაციას ერთადერთი რასაც აღვივებენ ტელეკომპანიები არ მინდა ჩამოთვა ყველამ ძალიან კარგად იცის საპირისპიროდ უპირისპირდებოდა სიმართლის მებაირახტრე მთავარი იყო ეს არხი იყო არა არსებობს და იარსებებს
იარსებებს ეს არხი და იარსებებს პოსტივი და იარსებებს სიმართლე საქართველოში, ვინც არ უნდა ეცადოს რომ თითის ქნევით ესაუბროს და ვინც რაოდენ სანქციებით არ უნდა ამაზე უარესები აქვს ამ არხს გადატანილი და მე მართლა ამაყი ვარ, იმიტომ რომ აქედან ყოველთვის ისმოდა სიმართლის ხმა და აი ვისარგებლებ შემთხვევით, არ ვიცი კიდევ როდის ვიქნები თქვენ გადაცემაში თუ იმედის ტელევიზიაში და თითოეულ თანამშრომელს ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი, მხნეობას უსურვებ და ვუსურვებ იმას, რომ გამარჯვებულები როგორც დღეს არიან, ეგეთი ამაყები იქნებიან უფრო მეტად, როდესაც გაიმარჯვებენ აი ამ ყოველივეზე, რანიაღვარიც აგორდა. გასაგებია. ამ ჰოლდინგის მისამართად. მადლობა და მამაში გეთახმებით. დიახ, დიდი მადლობა თქვენ ყოველთვის შესაძლებლობისთვის და ამ ტელერადიო კომპანიას ბევრად უფრო დიახ, ბევრად უფრო კრიზისული გამოვლილი და გარკვეული იმუნიტეტიც გააჩნია. ყველას გვახსოვს, გამომუშავებული აქვს ეს იმუნიტეტი ბრძოლის. მადლობა სტუმრობისთვის. ვასრულებთ ბატონ გიორგი ქაჯაიასთან, ანალიტიკოსთან ჩვენ საუბარს. წინ კი გელოდებათ მოგვიანებით სარეკლამო ჭრა სულ საათზე. ახალი ამბები კი მე კი მოგვიანებით სხვა სტუმართან ერთად დაგებრუნდებით. დროებით მადლობა. მადლობა თქვენ.